პარლამენტში მაუწყებლების შემზღუდავ კანონპროექტს განიხილავენ. ქართული ოცნების წევრების ინიცირებული პროექტი თვითრეგულირებული სფერო სახელმწიფო რეგულირებაში გადადის და კანონით გაკონტროლდება მედიის როგორც კონტენტი, ისე ფინანსები. სამუშაო ვერსიით რადიოებსა და ტელევიზიებს უცხოური დაფინანსების მიღება აეკრძალებათ. შეიზღუდება მაუწყებლის მიერ უცხო ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება გარდა კომერციული რეკლამისა. კანონპროექტის ჩანაწერით უცხოურ ძალად მიჩნეულია უცხო სახელმწიფო, საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე ფიზიკური პირი, საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, უცხო სახელმწიფო სამართლის საფუძველზე დაფუძნებული ფონდები, ასოციაციები და კორპორაციები. მე-11 მოწვევის პარლამენტში განსახილველი კანონპროექტით ტელევიზიებსა და რადიოებს ასევე აეკრძალებათ სოციალური რეკლამის სანაცვლოდ თანხის მიღება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი კანონპროექტს კრიტიკულად რამდენიმე მიზეზის გამო აფასებს. ლია ჩახუნაშვილი ამბობს, რომ დონორების დახმარება ხშირ შემთხვევაში მედიებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში სარეკლამო ბაზარი ძალიან მცირეა და მედიებს მხოლოდ ამ შემოსავლით არსებობისთვის არ ყოფნით. ვიცით, რომ საქართველოში არის ძალიან მწირი სარეკლამო ბაზარი. სარეკლამო ბაზარი ვერ უზრუნველყოფს საჭირო ფინანსებს საქართველოში მოქმედი მედია საშუალებებისთვის და ერთადერთი გზა პოლიტიკისგან დამოუკიდებელი რესურსების მოსაძიებლად იყოს სწორედ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იქნება რეგიონული მედიისთვის, სადაც სარეკლამო ბაზარი კიდევ უფრო მწირია. მედია საქართველოში ისედაც შეზღუდულ ბაზარზე ვითარდება. სარეკლამო ბაზარზე ვითარება 2022 წელს გაუარესდა, როდესაც მთავრობამ აზარტული თამაშების კომპანიებს სატელევიზიო რეკლამა აუკრძალა. ცვლილებამ ტელევიზიებს შემოსავალი იმავე წელს დაახლოებით 6 მილიონი ლარით 73.6 მილიონ ლარამდე შეუმცირა. დანაკლისი უმეტესად ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიებისთვის გახდა საგრძნობი. ფორმულასა და მთავარ არხზე კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, აზარტული ბიზნესიდან მიღებული თანხა კომერციული შემოსავლების 20-25% იყო. ტელევიზიებს შემოსავლები 2024 წლის მეოთხე კვარტალში 35%-ით 21.4 მილიონ ლარამდე შეუმცირდათ. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით შემცირება წინა საარჩევნო პერიოდმა განაპირობა, რადგან ოქტომბერში მაუწყებლები სარეკლამო დროს ფასიან პოლიტიკური რეკლამის განთავსებასაც უთმობდნენ. ამავე პერიოდში მაუწყებლებმა ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ჯამში თითქმის 10 მილიონი ლარი მიიღეს. შემოსავლების კლების კიდევ ერთ მიზეზად მარეგულირებელი ქვეყანაში წლის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს ასახელებს, რის გამოც წინასწარ დაგეგმილ საეთერო ბადეში ცვლილებები შევიდა და კომერციული რეკლამისთვის დათმობილი დრო შემცირდა. სატელევიზიო შემოსავლებში ტრადიციულად იმედი და რუსთავი ლიდერობენ, რომლებმაც მეოთხე კვარტალში 7.9 მილიონი ლარისა და 3.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. ამ ეტაპზე დახურულ მთავარ არხს მეოთხე კვარტალში 2.1 მილიონ ლარამდე შეუმცირდა შემოსავალი. პოზიტივის შემთხვევაში 1.9 მილიონ ლარამდეა შემცირებული შემოსავალი. რაც შეეხება TV პირველს, მისი შემოსავალი 1.5 მილიონ ლარამდე შემცირდა. მთავარი არხის საერთაშორისო ადვოკატირების დირექტორი თამთა მურადაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად ტელევიზიების დაფინანსებაში უცხოეთიდან მიღებული თანხებს უმნიშვნელო წილი უკავიათ, თუმცა მომავალში დონორები რომელიმე ტელევიზიის გადარჩენას ამ კანონის პირობებში უკვე ვეღარ შეძლებენ. როგორც წესი სამაუწყებლო მედიაზე დიდად დონორების დახმარება არ მოდიოდა წილობრივად, ესე ვთქვათ, პროცენტულად, როგორც თქვით, უფრო ონლაინ მედიას და რეგიონალურ მედიას ეხმარებოდა. იყო გარკვეულწილად პროექტები დასავლეთის დონორების დახმარებით განხორციელებული სამაუწყებლო მედიაში, თუმცა ძალიან უმნიშვნელო იყო. ამიტომ ამ კუთხით თუ შევხედავთ, დიდად ეს დაფინანსების კუთხით ეს კანონპროექტი სამაუწყებლო მედიას ვერ დააზიანებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან აშკარა და ესე ვთქვათ დემონსტრაციული თავდასხმა ხორციელდებოდა სამაუწყებლო მედიაზე, უცხოურმა დონორებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ დახმარებოდნენ სამაუწყებლო მედიასაც. ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადების ფონზე, როცა დასავლელი პარტნიორებისგან არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების დახმარება იყო დაანონსებული, თამთა მურადაშვილი ფიქრობს, რომ კანონპროექტით ხელისუფლებამ ამ შესაძლებლობის წინასწარ შეზღუდვა განიზრახა.
სავარაუდოდ დიდი დახმარება იქნება და ამიტომაც ალბათ სწორედ დაასწრეს ესე ვთქვათ აი ამ ფაქტს და შეზღუდეს დაფინანსება. ეს არ ეხება სხვათა შორის მხოლოდ უცხოურ დონორებს, რადგან მაგალითად ქართველი ემიგრანტი, ემიგრაციაში წასული ეროვნებით ქართველი, რომელსაც შეიძლება საზღვარგარეთის რომელიმე დასავლეთის ქვეყნის მოქალაქეობა აქვს მიღებული, ისაც რატომღაც უცხოურ ძალად უნდა ჩაითვალოს ამ კანონის მიხედვით. ანუ თუ ვინმეს გნებავთ უცხოელს ნებისმიერ დასავლეთის მოქალაქეს ან ეროვნებით ქართველს, რომელსაც უკვე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, მოინდომებს დემოკრატიაში წვლის შეტანას და ქართული მედიის დახმარებას, მათაც უკვე აკრძალული იქნებათ ეს შესაძლებლობა. დაფინანსების გარდა ქართული ოცნების ინიცირებული კანონპროექტის გარკვეული ნაწილი ამ დრომდე თვითრეგულირების ფარგლებში მოქცეული საკითხების განხილვის უფლებას კომუნიკაციების კომისიას აძლევს, რაც ნიშნავს, რომ მედია თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადადის. ასეთი ინიციატივების შედეგად ქართული ოცნება ფიქრობს, რომ მთლიანად გააკონტროლოს მედიის შინაარსი. თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რომელი სიუჟეტი ან რომელი სტატია იქნება ზუსტი. დაბალანსებული. მან უნდა გადაწყვიტოს, რომელი სტატია იქნება, რომელი სტატიის ავტორი იქნება მიკერძოებული ან მიუკერძოებელი. მან უნდა განსაზღვროს სარედაქციო თავისუფლების ხარისხი და ამას სხვას არაფერი არ ქვია, სხვა არაფერი არ ქვია ამას, თუ არა ცენზურა. ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ცენზურით ყველაზე მეტად საზოგადოებას არალდება, რომელსაც თავისუფალ, მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა აღარ ექნება. თვითრეგულირება არის ზუსტად ჰორიზონტალური ურთიერთობა აუდიტორიის და მედია საშუალების. აუდიტორიას არ მოწონს სიუჟეტი, მიაჩნია, რომ იქ მედიამ რაიმე პროფესიული სტანდარტი დაარღვია, რაიმე ეთიკური ნორმა დაარღვია, მიდის და ასაჩივრებს. ეს არის ბრიტანული სტანდარტი. ამაზე დგას ბრიტანული მედია, ამაზე დგას ამერიკული მედია, ამაზე დგას კონტინენტური ევროპის მედია. ეს კანონი, რა თქმა უნდა, არის დამაზიანებელი მედიისთვის, კონკრეტული მედია საშუალებებისთვის, კონკრეტული ჟურნალისტებისთვის და ოპერატორებისთვის, მაგრამ ეს არის ყველაზე მეტად დამაზიანებელი მოქალაქისთვის. კანონპროექტით ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას პოზიციის გამოხატვა საავტორო პროგრამების გარდა იზღუდება. კანონით განისაზღვრება ყველა ის შემთხვევა, რა დროსაც ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან გადაცემა გამართლებულია. ასევე დამატებით განისაზღვრება კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ფარული ჩანაწერის სტანდარტი. საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებით ქართული ოცნების ახალი კანონი ქვეყანაში კრიტიკული მედიის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.